ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საქმეზე მოწმის სტატუსით პროკურატურაში დაიკითხა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ის ჩორჩენას ეპიზოდის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გამოძიებულების კითხვებს გომელაური თითქმის 2 საათის განმავლობაში პასუხობდა, რის შემდეგაც მედიასთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მან ინფორმაცია პოსტფაქტუმ მიიღო, რის შემდეგაც საქმის კურსში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჩააყენა. გომელაური ამბობს, რომ საგუშაგოს განთავსებას შესაძლოა ვითარების ესკალაცია მოჰყოლოდა, მათ შორის არსებობდა ომის საფრთხე. ჩვენ ინფორმაცია არ ქონდა, გავიგეთ, პოსტფაქტუმ გავიგეთ, რომ დაიწყოს გზის რაღაც დამუშავება და ეს დღეს ხო რაკეტა საგუშაგო ხო? გზის გაყვანა, რაღაც მოსწორება. პრემიერ-მინისტრის საფრთხეში იყო თუ არა, არ იყო, როგორც საფრთხეში და ჩვენ მოახსენეთ, როგორც მახსოვს. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ არ უნდა ჩაედგა, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, თუმცა კიდევ ვიძახი, თუმცა გიორგი ახალი იქნებოდა თუ ახო გომელაური თუ ვიც იქნებოდა, უნდა შეეთანხმებინა კიდევ ხალხს უსაფრთხოების სამსახურთან, შემდეგ ერთობლივი ინფორმაცია დამუშავებული სულიყო პრემიერ-მინისტრთა, შემდეგ უნდა დახვეპარებინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მათთვის უნდა გითხრა, რომ აი აქ საფრთხეა, ან თქვენ დაარეგულირეთ, ან ჩვენ უნდა ეს შევიყვანოთ. როცა გავიგეთ ინფორმაცია შემოვიდა, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და ასე შემდეგ, იქ უნდა გაკეთებულიყო ახალი საგუშაგო, რაც კიდევ ვიძახი, მე გამოცდილება მქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც და რა თქმა უნდა უსაფრთხოების სამსახურიდანაც. მე დაუკავშირდით, ხარ ეს არ შეიძლებოდა ამის აკეთება. პატარა საფრთხეს გეტყვი ხარ, რაც გადავრჩით, მე ვიტყოდი ესე, მაგრამ საფრთხესა დღეს ასობით გექრობით, ყედავკარგეთ, საძოვრები დაკარგა იმ ხალხმა, ჩადით და კითხეთ, რა საფრთხე და ეს იყო ყველაზე პატარა საფრთხე, რაც შეიძლება მოყოლოდა. დიდი საფრთხე შეიძლება ომის წინაშე დამდგარიყავით, ეგეც შეიძლება ახლა, ხო ესე ყველა ჩვენ გვახსოვს წინა ისტორიიდან ელემენტარულად, თუნდაც 90-იანების, თუნდაც მაგვიმართულების სამაჩაბლოს ომი, აფხაზეთის ომი, ეგრე დაიწყო, რა თქვენ შეპატარები ხართ, არ გახსოვთ, მე მახსოვს ძალიან კარგად. არ ვიცი, ხო აი მაგას ვერ გეტყვით, ალბათ თვითონ რა თქოს ეგ რა მიზანი ქონდა და ამ ყველაფერს თქვათ რაც დაიდება უკვე პროკურატურაში, ალბათ თვითონ გაცემს პასუხს რა მიზანი ქონდა. მე ჩემი უფლება მოსილება რაც იყო, გავაკეთე ის. ეხლა ვერ მოვყვები დეტალებს რა გავაკეთე, არის თუ დაიწყება გამოძიება და გამოკვლევა თუ რაც არის მოკვლევა დაწყებული, ნახავი რაც გავაკეთე, მე თუ რა ბრალეულობა მიმიძღვრის, მე მზად ვარ პასუხი ვაგო.